დაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. საღამოშვიდობისა, ეთერშია სოციალური პროექტი ვუსმენთ ერთმანეთს, მე ნინო ვარ, მეუნარგია. დღეს ჩვენი გადაცემის საუბრის თემა პოლიტიკის გავლენა საზოგადოებაზე. რა იქნებოდა თანამედროვე სამყარო პოლიტიკის გარეშე, ან თუ ყოფილა ერთი დღე მაინც, როცა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე არ გვიფიქრია. რატომ არის, რომ სადაც არ იყო ყველგან დიდი თუ პატარა პოლიტიკაზე საუბრობს, საინფორმაციო გამოშვებები კი დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ მედია პროდუქტად. რით აიხსნება საზოგადოების ასეთი დაინტერესება პოლიტიკით და რა როლს ასრულებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ პროცესებში. ინტერაქტივი შეკითხვა გაინტერესებთ თუ არა პოლიტიკა? დაგვირეკეთ, მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, ღია ეთერის ტელეფონები ჩართულია 292 1188, 292 1199. დღეს ჩვენ პოლიტიკაზე და საზოგადოებაზე ვსაუბრობთ. სატელეფონო ხაზია საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია. მოგესალმებით ბატონო არჩილ. მოგესალმებით ნინო და მოგესალმებით რადიო იმედის მსმენელს. დიდი მადლობა ჩართვისთვის ბატონო არჩილ. არსებულ რეალობაში პოლიტიკა ყველაზე აქტუალური თემაა ჩვენს ქვეყანაში და როგორ ფიქრობთ, რატომ არის ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა პოლიტიზირებული და როგორ ხსნით ამ ფაქტს? პირველ რიგში თქვა, რომ პოლიტიკა საერთოდ ჯამში ეს არის, ასე ვთქვათ, ირიბად რო გავიგოთ და პირდაპირად ირიბად ეს არის ის პროცესები, რაც ხდება ჩვენს გარშემო, ამიტომაც ადამიანისთვის ბუნებრივია ადამიანის ფაქტორი არსება არ არის და უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რაც ხდება მის გარშემო, იმ დარგებით, იმ პროცესებით, რაც მის ცხოვრებას განაპირობებს, მაგრამ თვითონ პოლიტიკოსებით, ხელისუფლებით, ასე ვთქვათ და ყველა ძალიან პირდაპირი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ინსტრუმენტების დაინტერესებას მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს არის შეუმდგარი ქვეყნის სინდრომი, ანუ როდესაც მოქალაქე არ გრძნობს თავს, ასე ვთქვათ, რაღაცა გარკვეული ნომინალური დაცულობისა და სამართლიანობის რეჟიმში საკუთარ თავს და აქედან გამომდინარე ის ცდილობს გაერკვეს რაღაცა შეკითხვებზე მიიღოს პასუხი და გარკვეულწილად თუნდაც საუბრით, თუნდაც ჩართულობით, დღეს მაინც ეს ყველაფერი ჩართულობით გვინდება, დაწყებული ასე ვთქვათ, არჩევნებით გაგრძელებული ნებისმიერი გადაცემით, რომელიც არსებობს, ანებისმიერი საზოგადოებრივი აქტივობით, ცდილობს რომ რაღაცა საკუთარი როლი შეასრულოს და ის რაც მას არ მოსწონს, იმის შეცვლაში მიიღოს, ასე ვთქვათ, თავისი ფუნქცია შეასრულოს ამის შეცვლაში. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ჩვენ ძირითადად ჩვენი საზოგადოება ამ ქვეყანაში უფრო იმაზე ვართ ხოლმე ასე ვთქვათ, ფოკუსირებული რა არ მოგწონს და რა რის წინააღმდეგ გავილაშქრებით და რას მოვიშორებით, ან ვიდრე იმაზე, რომ ამ პროცესებში, ასე ვთქვათ, რაღაცა სასურველი მივიღოთ და თანაც საზოგადოება ერთი მხრივ ნაკლებად გრძნობს თავის პასუხისმგებლობას. ჩვენ მაინც მინგას რეჟიმში ვცხოვრობთ და ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად გამართლებულია ეს, იმიტომ რომ ჩვენი უფლებაა რომ ვიყოთ ნომინალური პირობების რეჟიმში, მაინც მე არ ვამბობ რაღაცა განსაკუთრებულად და გარემოს, მაგრამ ნომინალურ გარემოს და ჩვენი უფლება გქონდეს ცხოვრებისა და სოციალური არსებობის შესაძლებლობები. ამიტომაც ამ რეჟიმში ჩვენ სულ ვცდილობთ რომ რაღაცა შევცვალოთ, აი არ მოგწონს რაღაცა, მე ვიღაცის მიმართ ზედმეტილდობით გამსჭვალებით, მე ამ ყველაფერში იმედგაცრუებულები ვრჩებით, შემდგომ ისევ რაღაცის შეცვლაზე ვარ და რაღაც მომენტში ჩვენ აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ასე ვთქვათ, ვიყენებთ ტერმინს წრეზე ტრიალს, რომლის გარშემოც რის გამოც ასე ვთქვათ ჩვენ რაღაც მომენტში უკვე ალბათ ნელ-ნელა ვფიქრობთ, არ ვიცი რამდენად ცნობიერად, მაგრამ რომ თვითონ საზოგადოებასაც გარდა იმისა რაც ხდება გარშემო, რომ გვაქვს გარკვეული კრიზისი, იმიტომ რომ პოლიტიკის ინტერესი მოდის იქიდან, რომ რაც ხდება ჩვენთვის მიუღებელია, შემდგომ ჩვენ ბონასირებთ ამ პროცესში, მათ შორის პირდაპირაც და რა შედეგსაც ვიღებთ, ისევ არ მოგწონს და შემდგომ ისევ აი ეს პრეზიდენტი დავდივართ. გასაგებია, ბატონო არჩილ, ევროპული გამოცდილების გაზიარებით დავუშვათ, აი ამ წრეზე ტრიალი რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს? ალბათ იქამდე სანამ ან ადამიანები ასე ვთქვათ რაღაც საკუთარ ფუნქციას უფრო ზუსტად არ ვიპოვნით ქვეყანაში. ვთქვათ, კარგი, ჩვენთვის ეს პროფესიული ნაწილი, მაგრამ ეს პროფესიული ნაწილი არ იყოს. ამიტომაც აი დაწყებული იქიდან რომ არის რაღაცა ტოტალური უმუშევრობა და ჩვენ საბჭოთა მემკვიდრეები ვართ. ამიტომ რაღაც მომენტში ჩვენ ამ ყველაფერში უფრო ხვის შეცდომებს ხედავთ და შესაბამისად
ჩართლობის სურვილი და мотиваცია ძალიან დიდი გვიჩნდება. სანამ ამ ყველაფერში ჩვენ ან ერთი მხრივ პასუხისგებლობის რაღაც ნაწილს მაინც და მნიშვნელოვან ნაწილს ხელისუფლებებიდან ვინც გინდა იყოს ის გადმოვიტანთ ჩვენ თავზე, აი მაგალითად სიტყვაზე ევროპის ქვეყნებში რომ ძირითადი მოსახლეები გამოკითხოთ და ყოფილა ამისი კვლევები, ართლად აქვს განსაკუთრებულად დიდი აზრი საკუთარ პოლიტიკოსებზე. უბრალოდ არც რაღაცა ნომინალური ქვეყანა, მე იმიტომ ატრიალებ ამ სიტყვას, რომ რაღაცა განსაკუთრებულ მოთხოვნას არ გულისხმობ. ნომინალური სტანდარტები, ნომინალური სოციალური სამართლიანობა, რომლის პირობშიც უკვე ადამიანი საკუთარ თავისკენ მიტრიალდება და არ დაუწყებს ყველაფერზე ხელისუფალს ან ზოგადად პოლიტიკურ სპექტრს კირკიც. აი ეს ფაქტორები რაღაცა ერთი წილი, რომელიც ნამდვილად მოდის იმ ადამიანებზე, ვინც ქმნის ან ძალაუფლების გამხორციელებელი ვინც არის ხელისუფლება ზოგადად და მეორე წილი უშუალოდ საზოგადოებაზე. ხა რამდენად მალე გვაქვს ეს პერსპექტივა ჩვენ ვერ გეტყვით, მაგრამ შესაძლოა ძალიან ბევრი იმედგაცრუების შედეგად ადამიანი საკუთარ თავს უფრო მიუძღვნდეს ქვეყანაში, ვიდრე ისევ ასე ვთქვათ ხელისუფლებაზე იყოს ორიენტირებული და პლუს როდესაც პოლიტიკა გახდება არა წარმატების სივრცე, ამ ფულისკეთების სივრცე, არამედ როდესაც პოლიტიკა ამ ქვეყნის მოქალაქისათვის იქნება ჩვეულებრივი პროფესიული სივრცე, ვიცით შეიძლება ნებისმიერი სხვადასხვა დარგის პროფესიის განხორციელებელი ადამიანი განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. საინტერესოა თავად პოლიტიკურ პროცესებზე რა გავლენას ახდენს ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ზოგადად პოლიტიკოსები რამდენად ითვალისწინებენ დაუშვათ ამ ფაქტს საკუთარ საქმიანობაში. იცით რა შეასაქმე, ამას ალბათ ექნებოდა მაღალი შედეგი, თუ სამოქალაქო საზოგადოება უფრო შემდგარ იქნებოდა. ანუ ასე ვთქვათ, ჩვენ ვიქნებოდით მეტად ინფორმირებულები, მეტად ცნობიერები აი არსებობს ასეთი განმარტება აუდიტორიის ცნებაში, ასე ვთქვათ, არაცნობიერი აუდიტორია, რომელშიც იგულისხმება, რომ ადამიანები კი არიან პროცესის მონაწილეები, მაგრამ კონკრეტულ საკითხში კვალიფიკაცია და მიზნობრიობა აკლია და აქედან გამომდინარე მათი ცნობიერება რაღაცა საკითხის გამართებაში დაბალია, რის გამოც ის ყოველთვის ასე ვთქვათ, არამართალი მხარე ან ასე ვთქვათ, შეცდომების მხარე რჩება. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ფორმებით ჩვენთან მაგალითად საარჩევნო კამპანიებში ფორმებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეფექტებს. შინაარსს კი არ აქვს, არამედ ეფექტებს. მაგალითად ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ვიღაცაზე, ვინც არ მოგწონს, ამიტომაც პრინციპში ძალიან ვუმარტივებთ დავალებას ნებისმიერ ხელისუფალს, პოტენციურ ხელისუფალს, ანუ პოლიტიკოს ზოგადად, რომელიც უფრო ეფექტურად შემოგთავაზებს იმის მოშორებას, რაც ჩვენ არ გვინდა და რომელიც უფრო ეფექტურად გამოიყენებს ჩვენს გულუბრყვილობას და გვაიძულებს ასე ვთქვათ მისი ეფექტი ჩვენ ნდობით განვისჭალოთ. ამიტომ ეს პროცესები სანამ იქნება, პოლიტიკოსები ამას გამოიყენებენ. მე მაგალითად მინდა ვთქვა, რომ 2016 წლის არჩევნებს ცირედად გამოვყოფდი, ვიდრე წინა არჩევნები იყო და მედიის რო გამოვყოფდი, იმიტომ რომ მედია თემატური გახდა და ჩვენ ნახეთ, რომ პოლიტიკოსებს უჭირდათ რაღაც შეკითხვებზე პასუხის გაცემა, მეტი კომპეტენცია სჭირდებოდა და აი ესე მარტო რიტორიკაზე აღარ იყო აგებული. კი, გასაგებია, რომ ბოლოს ყველა წავიდა და ხმამის ან მიშელს, ან ივანიშვილს, ან სააკარცხან ივანიშვილს, მაგრამ ეს მაინც მე მიმაჩნია, რომ დადებითი ტენდენცია იყო. ანუ ერთი ტენდენცია ის, რომ 2012-ში შეიცვალა ხელისუფლება არჩევნებით და 2016-ში კი ფოკუსირებული გავხდით უფრო თემებზე, საიდან, როგორ და წინასაარჩევნო იგივე დებატები და სხვადასხვა კონკურენტული გარემოს ასე გასაუბრებები ერთმანეთთან ოპონირება უფრო ხარისხიანი გახდა. ძალიან დაბალი ტემპია, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი, რომ გარკვეული დადებითი ტენდენციები არის. თუ პროცესი არ გავაფუჭეთ ჩვენ რაღაცა რევოლუციებით, 2020-ისთვის მე კიდევ უფრო კომპეტენტურ პროცესს ველოდები, სადაც პოლიტიკოსებს უფრო გაუჭირდებათ. აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან მარტივი იყო პოლიტიკოსებისთვის მსჯელობა და იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მედია ძალიან უხარისხო იყო ჩვენთან და ჩვენთან მედია რაც გინდა აკრიტიკონ, საკმაოდ განვითარებულია უკვე დღეს, საკმაოდ დიდი წარმატებები აქვს, რის გამოც ბევრად უჭირთ უკვე პოლიტიკოსებს თუნდაც ჟურნალისტებთან საუბარი, მით უმეტეს პოტენციურ ამჩნევ, რაც ნამდვილად პროგრესული ნაბიჯია. კი ბატონო, და როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა მედიამ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს სხვა თემებს, მაგალითად სოციალურს და ზოგადად იქონიებს თუ არა ეს გავლენა საზოგადოების პოლიტიზირების დონის კლებაზე? მე არ მგონია, რომ დღეს პოლიტიზირების დონის კლების პერსპექტივა იყოს.
მედია შეიძლება გადაიტანოს ყურადღება, მაგრამ ჩვენ ხშირ შემთხვევაში მაინც კერძო მედია საშუალებები გვაქვს, მარკეტინგული მიდგომა და ადამიანები არ შეხედავენ მას. ჩვენ ხვალ ხედავთ ხოლმე, რომ პროექტები, აი, როგორ გითხრათ მაგალითად, თქვენი გადაცემა, რომელიც რესპონდენტით არაერთხელ ყოფილა, ხო? ჩემს არის ერთ-ერთი გამორჩეული გადაცემა და ასეთი გადაცემები იმედს აქვს, რომელიც იმედზე ვსჯელობენ, რომელსაც რეალურად შეუძლია საზოგადოებრივი სარგებელი შეასრულოს, მაგრამ საზოგადოებას მაინც ჭირდება გარკვეული ეფექტები და ფორმები. ანუ იქ სადაც მისი როგორ გითხრათ, აი რეალიტი შოუზე, სერიალზე, რაღაც აი ამ საკვანძო, გარდამავალ დრამატურგიაზე აგებული ეფექტები უფრო მოგწონს ჩვენ საზოგადოებას. რის გამოც ასეთ გადაცემებს ვთქვათ, რადიოექნიმა თუ ტელეგადაცემა შეიძლება ნაკლები ეფექტი კონდეს და უბრალოდ მომხმარებელი არ იყოს დიდი. ამიტომ მედია შეიძლება რაღაცა მიზანმათულად გადაიტანოს, მაგრამ ამითი შედეგს ვერ მივახცეთ. ალბათ უფრო კარგი, ასე ვთქვათ, გონივრული იქნება ის, რომ ის რაც თქვა თუნდაც მარკეტინგული მოთხოვნის ნაწილი, ანუ რაც მოქალაქეებს აინტერესებს, იმის რამდენადმე ხარისხობრივ ზრდაზე და განვითარებაზე ვიზრუნოთ. ანუ არის მაგალითად, ხო, აი მე მომწონს ერთი ტენდენციაც, მაგალითად, გადაცემები თქვა ტელეგადაცემა სიტყვაზე, სადაც სერიოზული კონფლიქტი ასე ვთქვათ, გათამაშდება ხოლმე. ადრე ძალიან სერიოზული ინტერესის წყარო იყო. ინტერესის წყარო დარჩა, მაგრამ დღეს ყველა აკრიტიკებს. ეს მაინც ასევე გადადგმული ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მე სადღაც გადაცემაში ვთქვათ, როგორც ერთ-ერთი ანალიტიკოსი ან სპეციალისტი მივიდე და ვთქვათ, საინტერესო ვისაუბრო, რეალურად ასებით დონეზე ვისაუბრო, კვალიფიციურად და ის ძალიან ცოტა მნახოს და ცოტა დაინტერესდეს, კიდევ უფრო ცოტა გააზიაროს და ასე ვთქვათ, ყურადღება მიაქციოს და სადღაც აქაც მე ვთქვათ, ეფექტზე ვიმუშავებ ჩემდაუნებურად თუ მიზანმიმართულად და დავდგები და იქ ვიღაცას თან მიმართებაში რაღაცა წმინდა სტუდიურ დინამიკას, დრამატურგიას გავათამაშებ. ის უფრო დიდი ვთქვათ, ინტერესი საგანია, მაგრამ საერთო ჯამში აქტიორებს უკვე კრიტიკულად უდგება საზოგადოება ნებისმიერ შემთხვევაში და მე ამას ეს ჩავთვლი წინ გადადგმულ ნაბიჯად. კარგი, დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს. მადლობა თქვენ. სატელეფონო ხაზზე იყო არჩილ გამზარდია, საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი. დღეს ჩვენი გადაცემის საუბრის თემაა პოლიტიკის გავლენა საზოგადოებაზე. ინტერაქტივის შეკითხვა გაინტერესებთ თუ არა პოლიტიკა, მე რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. ღია ეთერის ტელეფონები ჩართულია 292 11 88 292 11 99. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს. კვლავ დაგიბრუნდით, ეთერშია გადაცემა უსმენთ ერთმანეთს, ნინო ვარ, მეუნარგია. დღეს ჩვენ პოლიტიკის გავლენაზე საზოგადოებაზე ვსაუბრობთ. ინტერაქტივის შეკითხვაა, გაინტერესებთ თუ არა პოლიტიკა. სვენელია სატელეფონო ხაზზე, მოგესალმებით. გამარჯობა საბატონო. რაც შეეხება არსებულ კითხვას, ჩვენ დასამწუხაროდ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ ვალდებულები ვართ ვიყოთ პოლიტიკურად დაინტერესებული, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს ჩვენი ცხოვრების უკეთესი სიტუაციისთვის პოლიტიკური შეთავაზებებიდან გამომდინარე. ანუ პოლიტიკური პარტიები გვაწევენ პროგრამას, რომლის მეშვეობითაც ჩვენ უნდა გავიმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება. იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ საბაზრო ეკონომიკის ველურ ეპოქაში. თავისთავად ხადია, დასავლეთი, რომელიც უკვე სოციალისტურია და სოციალიზირებული, იქ ეს პრობლემა ნაკლებადაც უხერხთ, იმიტომ რომ იქ ადამიანი მუშაობს, არ მუშაობს, მის უფლებები დაცულია, იქ არ არის მრეწველობის, მეურნეობის, ბიზნესის პრობლემები, ყველაფერი დალაგებულია. მინდა სამწუხაროდ ჩვენგან გასწრებით პროტესტანტული ქრისტიანული ღირებულებებიდან გამომდინარე უმთავრესად და ყველაფერი არის დემოკრატიზირებული ფარგლებში და ჩარჩოებში ჩვენგან გასწრებით, მაგრამ ჩვენთან არის ველური ბიზნესის საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დასამწუხაროდ ერთჯერობით არ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ არ შევარდნადეს არ სააკაშვილის და არც დღევანდელ ხელისუფლებაში არ აღმოჩნდნენ სინდის ნამუსიანი პოლიტიკოსები, რომლებსაც არ შეხვდებათ თავიანთი დაპირებების შესრულება და არ გადავლენ ხარობაზე და არ აიძულებენ პატრიარქს აშობაო ეპისტოლეში ისიც კი ჩააწერონ და თქვენ როცა შენს მოყვა სუთი უჭის და განსაცდელში და შენ მისი დახმარება შეგიძლია და ამას არ აკეთებ შენ სოდაო ამას ეუბნება
მილიონერებს, მილიარდერებს. კი ბატონო, დიდი მადლობა მსმენელმა თავის პოზიცია დააფიქსირა. ჩვენი საუბრის თემა პოლიტიკის გავლენა საზოგადოებაზე, ინტერაქტივის შეკითხვა, გაინტერესებთ თუ არა პოლიტიკა. რა იქნებოდა თანამედროვე სამყარო პოლიტიკის გარეშე, ან თუ ყოფილა ერთი დღე მაინც, როცა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე არ გვიფიქრია. რატომ არის რომ სადაც არ იყო ყველგან დიდი თუ პატარა პოლიტიკაზე საუბრობს. საინფორმაციო გამოშვებები კი დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ მედია პროდუქტად. რით აიხსნება საზოგადოების ასეთი დაინტერესება პოლიტიკით და რა როლს ასრულებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ პროცესებში. ღია ეთერის ტელეფონები ჩართულია 292 11 88, 292 11 99. ინტერაქტივის შეკითხვა, გაინტერესებთ თუ არა პოლიტიკა. პოლიტიკაზე საუბრისას უნიშნელოვანესია საზოგადოებისა და ზოგადად პოლიტიკოსების კომუნიკაცია. კომუნიკაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია ნებისმიერი სისტემისთვის, იგი თანამედროვე ორგანიზაციული სისტემის სწორი ფუნქციონირების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. კომუნიკაციათა ნაკადი განსაზღვრავს სოციალური განვითარების მიმართულებასა და დინამიკას. კომუნიკაციების სტრუქტურის, შინაარსისა და ნაკადის თვალსაზრისით შეიძლება გავაანალიზოთ ყველა სოციალური პროცესი. ადამიანთა შორის კომუნიკაციის გარეშე თავად საზოგადოების არსებობა შეუძლებელია. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ კომუნიკაციურ პროცესთა ანალიზი მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების შესწავლის ერთ-ერთი წესი და საშუალებაა. ღია ეთერის ტელეფონები ჩართულია 292 11 99, 292 11 88. ჩვენი საუბრის თემაა პოლიტიკის გავლენა საზოგადოებაზე, ინტერაქტივის შეკითხვა, გაინტერესებთ თუ არა პოლიტიკა. მსმენელია ხაზზე, მოგესალმებით. საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა, კალბატონინო. დიახ, გისმენთ ბატონო. საღამოშვიდობისა, დიახ. საფრთხეებში დამთავრებული ხანდა მარტეზევის უნივერსიტეტი. დიახ. ეს პარტიული სასწავლებელი და მუშაობდი პროვოკანტად. და იქ ვირაში ორ პირში პოდიში ერთხელ ხელობთ და ესეთ პოლიტიკურ საკითხებს, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს. მაგრამ მასახლო მაშინ ერთად დასაქმებული იყო და თავის საქმეთ იყო დაკავებული. მაგრამ დღეს როდესაც ესეთი ვითარება ხანში არამიმულება სოფიოში ქვეყანა მეორე სადაც ამდენი პოლიტიკური პარტია არსებობს, ამდენი არა სამთავრობო ორგანიზაცია არსებობს და ამდენი კიდე პოლიტოლოგები და ეკონომისტები და სხვა ესე იგი იდეოლოგები ყავდეს, რომლებსაც საწის ეს საქმე გახდა ერთგვარად დასაქმების საქმე და საქმე პოდიში დამტალოგიისათვის მეორე კიდე მოსახლეობასაც უკვე ძველ რომილების გამოთქმარი პური და სანახაობა ესეთი გახდა პური და გართობა გართობის ერთ-ერთი სახეც გახდა ჩილოკაის პოლიტიკა და თუნდაც გრიგორიასთან და სხვათა შოუები რვაშ და კიდე შუა საქმეებში რო იყოს სანახაობა თქვა მამლებს აჭიდაებდა და იმას აფრებდნენ ესეთ იმას დაიმსხავსა გრიგორიასთან და სხვათა გადაცემსაც მამლების მაგიბრად გამოხავს ეს თვითონ ეს პოლიტიკოსები და ერთმანეთს ბოდიში და აძილაებს და ეს გახდა გართობის ერთადი საქმე და სამარავის ადამიანები ჩვენ ახლა კონკრეტულად შოუებზე არ საუბრობთ, ანუ ჩვენ გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება პოლიტიკის გავლენაზე საზოგადოებაზე და ზოგადად გაინტერესებთ თუ არა პოლიტიკა. აი მან მოახდინა გავლენა, როდესაც ხალხი არა დასვენებს, მითამ პოლიტიკით არიან დაკავებული, მაგრამ სინამდვილეში პოლიტიკისა ბევრი არაფერი გაიგებათ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ საუბრობთ პოლიტიკის გავლენაზე საზოგადოებაზე, ინტერაქტივის შეკითხვა, გაინტერესებთ თუ არა პოლიტიკა. პოლიტიკურ კომუნიკაციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მმართველებსა და მმართველებს შორის ინფორმაციის გაცვლას, გარკვეული კონსენსუსის მიღწევის მიზნით. ყოველი მმართველი ისწრაფვის მიაღწიოს იმას, რომ ხალხის ფართო მასები ეთანხმებოდნენ მის გადაწყვეტილებებს, ხოლო ნებისმიერი მმართველი ცდილობს გამოთქვას თავისი მოთხოვნები და ისწრაფოს, რათა ეს მოთხოვნები გაიგონ იქ, სადაც საჭიროა. მმართველებსა და მმართველებს შორის ამგვარი თანხმობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კომუნიკაციის მეშვეობით. პოლიტიკური კომუნიკაცია პასუხობს პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტურ მოთხოვნებს. რა იქნებოდა თანამედროვე სამყარო პოლიტიკის გარეშე? ან თუ ყოფილა ერთი დღე მაინც, როცა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე არ გვიფიქრია, რატომ არის რომ სადაც არ იყო ყველგან დიდი თუ პატარა პოლიტიკაზე საუბრობს, საინფორმაციო გამოშვებები კი დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ მედია პროდუქტად. ფაქტია, რომ დღევანდელ არსებულ რეალობაში ჩვენი საზოგადოება პოლიტიზირებულია და პოლიტიკა ყველაზე აქტუალური თემა. და ვიდრე დაგემშვიდობებით, შეგახსენებთ, რომ რადიო იმედი და სოციალური პლატფორმა WeHelp-G ახორციელებენ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას და ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამ კვირაში ჩვენ 29 წლის საბა ალექსიძეს ვეხმარებით, მას მძიმე ორმხრივი მაანკულიზებული კოქს არტროზი აქვს
და საზღვარგარეთ ოპერაცია და რეაბილიტაცია სჭირდება, რომელიც 61600 ლარი ღირს. ასევე დარეკეთ ნომერზე 09171082 არის ღირებულება 1 ლარია. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს WeHelp-G და დაეხმაროთ დღევანდელ ბენეფიციარს. ამით დღევანდელი გადაცემა დასრულდა. მე სასიამოვნო შაბათ კვირის გატარებას გისურვებთ. დროებით შეხვედრამდე. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.